ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი საქართველოს ისტორიაში სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მიღწეული შეთანხმებების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. რუსულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს. საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინფრასტრუქტურები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 10,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე აფხაზეთიდან დევნილი 300,000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. შვილი 18 წლის მოხალი ისე წავიდა. ჯერ არ იყო 18-ს მაინც წავიდა. როგორ ჩვენ ამავინ დავიცვავთ ჩვენ საქართველოს. სადიბრძოდა ბები და გობირო დაიწყო, ზაზა არ წამოვიდა დედასთან. დედა მთის ჩამოვიდა და ჩემი და მე დეიდა ვარ, ის მომიგდა დავასაფლავე. ზაზა ნადარაიშვილი შარტავა და გაბისკირიათან დამიხვიდეს იქ შენობის წინ. მე გავიმარჯვებ, ისე დაბრუნდებიო დედამისი გამოაცილა და არ დაგვიბრუნდა. რომ გავიგეთ ზაზა ზაღუპის ხე იგივეა შვილო, მაგრამ გამარჯვებულია ჩემი ზაზა. შვიდობა იყოს. ამას ვთხოვ ყველას, შვიდობა ერთმანეთს მოვეფეროთ ბები და ბიჭები თალოცვილად დაგტოვეს ყველა. მიბრძოლეს იმისთვის, რომ სამშობლო არ წაშლილიყო. ჩემი ბიჭი 21 წლის იყო, რომელიც დაიღუპა ბაშოთ გებუაძე. მეორე ბიჭი კიდევ საომრად იყო, ომში იყო, თავის ბატალიონში იყო. ჩემი შვილი ქუჩაში იყო დაჭრი და წამოღების ნებას არ იძლეოდნენ. როგორღაც რაღაცა ისევ აფხაზების დახმარებით მოვიყვანეს სახში და დავასაფლავე. დიდი ტრაგედია გვაქვს გამოვლილი, მაგრამ თურმე ადამიანი უძლებს ყველაფერს გაჭირვებას. რა ვიცი, დღეს კიდევ ფეხზე ვარ და აქ რო მოვდივარ რაღაც შვებას გრძნობამით. გმირებს ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. რა თქმა უნდა, ეს ხო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა ამასთან ერთად ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას იზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე. ჩვენ ყველა ერთად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემას. ჩვენი ვალია, რომ გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია და მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრად არის ქცეული, აუცილებლად გახდება გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. რადგან წარმოუდგენელია საქართველო უაფხაზეთოთ და აფხაზეთი უსაქართველოთ. მე მჯერა მწამს, რომ თითოეული დევნილი, დროებით დევნილი და მათ შორის მეც აუცილებლად დავბრუნდები ჩვენ მიწაწყალზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ჩვენ სამშობლოს შევქმნით უკეთეს მომავალს. 27 სექტემბერი არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი. რამე თუ აღმატებული მოწინააღმდეგის მოტყუების დაგეგმილი ოპერაცია გარკვეულწილად წარმატებით დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი გმირობის და თავგანწირვის მაგალითები იყო. ჩვენი ქვეყანა არის გმირების სამშობლო. ბევრმა ჟამმა გაიარა 32 წელია უკვე გასული და ჩვენ უკვე ვიცით ხედვა და სტრატეგია, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა ერთიანი და ძლიერი. გმირთა მემორიალზე რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ, სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა
რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ ყველანი აუცილებლად დაბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა ჩვენ გვესახება, რომ არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველოს შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ტოლვილის თავის სახკარში დაბრუნება. ჩვენი თაობის მისია გახლავთ, რომ 27 სექტემბრის შემდგომ შექმნილი მდგომარეობა, როდესაც აფხაზეთის სამწუხაროდ აღარ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ვერცილდება, იურისდიქცია მოხდებს, რომ რა თქმა უნდა, თელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს მას, როგორც ჩვენ ნაწილად უნდა დავიბრუნოთ და უნდა დაუბრუნდეს დედა სამშობლოს, უნდა დაუბრუნდეს ქართულ სახელმწიფოს, ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ პირველ რიგში ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი და უნდა მოვითხოვოთ არა რაღაც აბსტრაქტული შერიგება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არამედ ეთიკური წმენდის შედეგების გამოსწორება ქართველი დევნილების საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სამშობლოს მიწაზე და კონკრეტულად მათ სახლებში დაბრუნება და რა თქმა უნდა იმ ადამიანების დაშლა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ქართველების ეთნოცმედაში და სხვა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებებში. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტსა და პირველი ლედის სახელით გამართულ ვახშამზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს. რომ ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის სულს შეიტანს, ჩვენ სრული მზეობა გვაქვს ამისათვის დანარჩენი დავილოდებებით ამერიკელების პოზიციას. 200 კილოგრამი ჰეროინის ქვეყანაში შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირანის მოქალაქე დააკავა. ნარკოტიკული საშუალება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილიდან ამოიღეს, რომელიც თევზით იყო დატვირთული, როგორც ირკვევა აღნიშნული პირი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში წითელი ხიდიდან შემოვიდა. ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ნანახი დამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო მოთავსებული. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სასაზღვრო გამტარ პუნქტ წითელი ხიდიდან შემოვიდა. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის A და 262 მუხლის მეოთხე ნაწილის A ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი სამართალდამცველები ფლობთ ყველა რესურსს აკვეთოთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის მცდელობები და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მივცეთ ყველა ის პირი, ვინც ნარკოდანაშაულში ჩაერთვება. შესაბამისად შეგვიძლია დავპირდეთ ყველას, ვინც გაბედავს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას, იქნება ეს ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრი თუ ცალკეული პირი, ყველა მათგანი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ნაცმოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის საგრძელვის საკითხზე მუშაობა გრძელდება, როგორც ირკვევა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი ამზადებს დოკუმენტს, რომელიც სასამართლოს წარადგინება, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, დოკუმენტი ფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნება და არ შეეხება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აგრძელვას. სულკიანის განმარტებით პროცედურები შეიძლება გავრცელდეს იმ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პირებზეც, რომლებიც წარსულში ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, დასკვნაში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები, მათ შორის ყოფილი მინისტრები და დეპუტატები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. ეს ძალა, რომელიც მართავდა 9 წელი ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, აი ამ დასკვნით დასტურდება, რომ არ აქვს მას თავის თავში რესურსი იმისა, რომ შეიცვალოს, არც ნება აქვს ამისი და არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში გვიქადის მინიმუმ იგივეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, მაგრამ სავარაუდოდ უარესსაც კი. სწორედ ამიტომ ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართული მოაოცნებამ, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს თქვენ იცით, რომ ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება ნაციონალური მოძრაობის და მისი წევრების
პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისია, რომ ჩვენ როდესაც მოგვიწევს ხელისუფლებებიდან წასვლა, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამის დრო დადგება. მორიგი არჩევნების დროს როდესღაც ჩვენ გამორიცხული გქონდეს იმ დროისთვის ყველანაირი შანსი და რისკი იმისა, რომ აი ამ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. აქ ფიგურებს, რა თქმა უნდა, თავარი მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ის არის და ეს დასკვნა კარგად აჩვენებს ამას, ის იყო და არის თავი და თავი ყველა იმ უბედურების, რაც ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს თავს დაატყდათ და ასევე მისი ფიგურანტები იქნებოდა ეს ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან წამოსული მინისტრი, დეპუტატი თუ ვთქვათ, თუნდაც TBC ბანკის მესვეული, რომელიც როგორც ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თავი ფაქტებით აჩვენებს ამ დასკვნაში, სპეციალური სქემები არსებობდა ბიზნესის საკუთრების ხელყოფისა და ერთ-ერთი მთავარი სქემა იყო ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირებული. გადაუდებელმა წვიმებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემების შექმნა დაიწყო რაადობით საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. საკანმიდამო მონაკვეთები და განადგურდა ერთწლიანი კულტურები. ზექის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სპეციალური ტექნიკა მიმდინარეობს. ამონტუმბვის სამუშაოები წყლის დონემ შედარებით იკლოს. ნახევარი წყალმა ჩამიგრია და წაიღო მოდიდებულმა და აგერეჟში და თხილი წაიღო 2 ტონა თხილი გაგაშლილი და წამიღო წყალი. მეტი რა ვთქვა, არაფერი აღარ ვიცი. შევიდა დაბლა წყალი ეზო გაიუსო სულ. მეტრომდე იყო პაჩტი წყალი ნაკლები. დიდი წყალი იყო და მოვიდან ახლა რა ვიცი ეგრე არის. ჩვენთან იცი რა ახლოს არის აგერ წყალი 10 მეტროში ცხოვრობ ექანა წყლის წყალი ემქემდე ამოსული ეზოში ამოვიდა. თითქმის ყველა მდინარე რომელიც მთის მდინარეა და თაში იღებს სათავეს ადიდებულია. საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა ლოკაციების, სხვადასხვა სოფლებში. დილის 6 საათიდან შესაბამისი სამსახურები გამოსულები არიან როგორც მუნიციპალური, ასევე სახალხო სამაშველო ბრიგადები. შეძლებს დაგვარად რაც შეიძლება ამ სიტუაციაში სტიქის პერიოდში მომენტში გავაკეთოთ ეს სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი ნომერ 305 მარშრუტზე გავიდა. აღნიშნულ მარშრუტზე დღემდე 10 მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ და ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან მოსკოვისა და კეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე გადაადგილდებოდნენ. დღეიდან კი არსებული მარშრუტი გაგრძელდა და მგზავრებს ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება. ჩართული იყო 10 მეტრიანი ავტობუსები, რომელთა ტევადობა არის 84 ადამიანი და დღის მდგომარეობით შეიცვალა სიტუაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთნაკადი არის მაღალი აქ აფრიკის დასახლებაში და პლუს იმ გზასავალზე, რასაც ეს მარშრუტი გადის, გადაწყდა, რომ 18 მეტრიანები ჩანაცვლებული იყო. მგზავრთა გადაყვანა გაუმჯობესდება და მომსახურებაც ხარისხში ავამაღლა. გარდა იმისა, რომ მარშრუტი დღეს დაკომპლექტებულია 18 მეტრიანი ავტობუსებით, მოსახლეობისთვის ის თხოვნები, რაც შემოდიოდა ჩვენთან და მის გზასავალზე კიდე მოსკოვის გამზირის მოსახლეობის თხოვნა იყო იგივე კეთევან დედოფლის გამზირის მოსახლეობის მარშრუტი გაგრძელდა საბურთალოს მიმართულებით და მოძრაობას დაამთავრებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსში. მუსიკალური შემოდგომა 2025 კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ახალციხეში კონცერტი გაიმართა. ახალციხის ციხეზე მოწყობილი სცენა ქართული ესტრადის მომღერლებმა დაიგავეს. მათ შორის იყვნენ თემურ თათარაშვილი, მანანა თოდაძე, რომა რცხილაძე, თაკო გაჩეჩილაძე, თამთა ჭელიძე და დათუნა სირბილაძე. ჩვენს ქალაქში ახალციხეში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება კონცერტი მუსიკალური შემოდგომა 2025 მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში გამოჩენილი მომღერლები. მინდა მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის. კარდება ახალციხეში და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია ეს ყველაფერი. კიდევ ერთი ძალიან კარგი და ლამაზი საღამო გვაჩუქა კულტურის სამინისტრომ. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებები, კონცერტები ახალციხისათვის, ახალციხეში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი კარგი საღამო ელოდება ჩვენს ძვირფას ახალციხეს. თბილისში პროფესიული კრივის საღამო გაიმართა. მოეწყო მსოფლიოს კრივის ფედერაციის
ფედერაციის სარეიტინგო ბრძოლები საქართველოს ჩემპიონის ხამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ხამრისთვის 12 რაუნდიანი ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონის ხამრის მოსაპოვებლად 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში კივითოდუა რინგზე ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა ღონისძიება საქართველოს სპორტის მინისტრი თბილისის მერი და ლეგენდარული მოყრიბე ლენოქს უისი დაესწრნენ პროფესიული კრების საღამო საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციებს ვერ გამოხატავ. ეს არის ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრო. ლენოქს ლუისის დაჯილდოება, როდესაც ჩემთან ერთად რინგზე და მით უმეტეს ხამას სოფლიო ჩემპიონის გარემოს გამოგცეს. ძალიან ბედნიერება არის ჩემთვის. გივისახით ჩვენ მომავალში დაწუნებული ვარ, რომ დიდი პროფესიონალური მოკრიბებლის, რომელიც არაერთხელ ახარებს ჩვენ ქვეყანას. მინდა თითოეულ ორგანიზატორს მადლობა გადაუხადო ასეთი ლამაზი საღამოსთვის.